გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედი ეყოლი კარგად გრძნობთ თავს. დავიწყოთ ჩვენ დღევანდელი გაშლა და თქვენს პირად ცხოვრებას შეეხება. გავიგოთ რა ფიქრები აქვს მას თქვენთან დაკავშირებით. ჯერ გავიგოთ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამჟამად. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანის სახელი და გვარი, იფიქრეთ მასზე და გავიგოთ რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ამჟამად. მოდი ვიტყოდი ასე, რადგან ფონად გვაქვს ბედის ბორბალი, ურთიერთობა არის და ეს გაშლა შეეხება ისეთ ადამიანებს, ვისი ურთიერთობაც არის უფრო ისეთი ერთ წრეზე მოძრავი, დასრულდება, განახლდება, აი ესეთი ციკლური ურთიერთობა, უფრო ვისთანაც ვისაც გქონიათ ურთიერთობაში აი ასეთი სიტუაციები რამოდენიმეჯერ, თუნდაც ერთხელაც თქვენზეა ეს გაშლა. აი ამ წუთასაც თქვენს ურთიერთობაში რაღაცა ერთი ციკლი დასრულდა, ან სრულდება, უფრო ვიტყოდი რომ დასრულდა და გაქვთ რაღაცა ხართ მოლოდინის რეჟიმში. რაღაცა არჩევანი უნდა გაკეთდეს ამ ურთიერთობაში, ელოდებით აი ამ სიტუაციაზე, როდის დასრულდება აი ეს მდგომარეობა და როდის გაკეთდება არჩევანი სიყვარულისკენ. აი რაღაცა აი ესეთი სიტუაცია გაქვთ ამ ურთიერთობაში ამჟამად. ყოველ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ელოდებით რაღაცა გადაწყვეტილების მიღებას, რომ ის როდის მიიღებს როდის გადაწყვეტავს, როდის ჩამოყალიბდება აი რაღაცა ესეთ მდგომარეობაში ვინც ხართ, თქვენზე ეს გაშლა. კარგი. მოდი გავიგოთ, რა ფიქრები აქვს აი ამ პიროვნებას თქვენთან დაკავშირებით, ვისაც ახლა ფიქრობთ, ვინც გონებაში და გულში ყავთ. რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს თქვენთან დაკავშირებით. ვისაც არ გაქვს დაუშვათ კომუნიკაცია, იცოდეთ რომ ამ ადამიანს ფიქრებში მხოლოდ თქვენ ყავხართ. ჩვეულებრივად თქვენ მისთვის ძალიან გამორჩეული და ძვირფასი ქალი ხართ, მისთვის, მის გულში, მის გონებაში ხართ, მუდმივად მისი ემოციების სათავე ხართ, ასე ვთქვათ და ისეთი ემოციების, რომლებსაც უკვე შეიძლება ვეღარც იტევს ადამიანი. ძალიან ისეთი სურვილი აქვს რაღაც ახალი სიტუაციის დასაწყისის, ახალი ეტაპი რომ დაიწყოს თქვენს ურთიერთობაში, სურვილი აქვს რომ გაკეთდეს ამ ურთიერთობაში არჩევანი და მოვიდეს, მოქმედება გქონდეს თქვენს მიმართ, თქვენსკენ. კომუნიკაციის სურვილი აქვს ნამდვილად ამ პიროვნებას. ვიღაცებს შეიძლება უკვე გაქვთ კიდეც კომუნიკაცია ამ ადამიანთან და სურვილი აქვს რომ რაღაცა ერთად ააშენოთ ეს ურთიერთობა, ერთად წინ წაიყვანოთ. ანუ ის კი არა რომ მარტო თვითონ ფიგური, ან მარტო თქვენ ფიგურირებდეთ, არა. აი სურვილი აქვს რომ ორივემ ერთად ბევრი ჩადოთ ამ ურთიერთობაში. რადგან მისთვის ძალიან საყვარელი, ძალიან მნიშვნელოვანი ქალი ხართ, მისთვის ხართ ქალი, რომელიც უქმნის ჰარმონიას, ოჯახურ სიმყუდროვეს, ქალი, რომლის იქითაც ვერ იყურება, აი ერთი სიტყვით რომ თქვა. კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით ამ პიროვნებას? რა ფიქრები აქვს კიდევ თქვენთან დაკავშირებით ამ პიროვნებას?
ამ ადამიანს რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით კიდევ? რა არის? სურვილი აქვს რომ დასრულდეს აი ეს რაღაცა ესეთი ძიმე პერიოდი თქვენს ურთიერთობაში, გადაადგილების სურვილი. შეიძლება რაღაცა უნდა რომ აიწეღანაც 6-იანი ეს კვერთხები შემოხდა და აი სურვილი აქვს რომ შეიძლება სხვა ქვეყანაშია და ჩამოვიდეს სხვა ქალაქშია. ან უბრალოდ სურვილი აქვს რომ მოვიდეს თქვენთან და რაღაცა ისეთი შეხვედრა გქონდეთ, რომანტიული, ემოციური, გაუზიაროთ ერთმანეთს ემოციები, ხო? აი, ყოველ შემთხვევაში თავისი მხრიდან უნდა რომ გაგიზიაროთ აი ეს თავისი დაგროვილი ემოციები, რაც აქვს შინაგანად და ის რაღაცა რომანტიული პაემანიან, ესეთი შეხვედრა გქონდეთ. ნამდვილად აქვს ამის სურვილი, თუმცა ამჟამად არის აი ესეთ რაღაცა ბლოკებში ეს პიროვნება და კარგი, გავიგოთ მაშინ, რატომ იბლოკება, რადგან ამდენად ძვირფასი ხართ და ასეთი სურვილები აქვს თქვენს მიმართ. რატომ იბლოკება ეს ადამიანი და რატომ არ მოქმედებს ამჟამად, რატომ იბლოკავს თავს ეს პიროვნება თქვენსკენ, რატომ არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას რომ იმოქმედოს? ხო, ვიტყოდი იმას, რომ არ ვიცი ყველა სხვადასხვა სიტუაცია გექნებოდათ, მაგრამ თქვენს ურთიერთობაში საკმაოდ ისეთი დიდი გულის ტკივილია ამჟამად. ტრანსფორმაციული პერიოდია ძალიან და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ უნდა დასრულდეს აი ეს მდგომარეობა მასში, თვითონაც ძალიან ცუდად გრძნობს აი რაღაცა დაცარიელებულად უპატრონოთ თუ სულიერი სიღარიბე აქვს ამ პიროვნებას და აი ამ სიტუაციის გამო და უნდა რომ დასრულდეს აი ეს ტკივილიანი პერიოდი. ზუსტად ამის გამო არის გაჩერებული ეს ურთიერთობა. არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველასთან სხვადასხვა სიტუაცია იქნება და რა მოხდა თქვენს შორის. რაღაცა გულის ტკივილი ჩანს თქვენს შორის ნამდვილად. და ზუსტად ამის გამო ეს ცვლილებების პერიოდი, ტრანსფორმაციის, ეს ურთიერთობა არ არის დასრულებული, გაჩერებულია და ყველაფერი როგორც ადრე იყო, დაუშვათ, ისე აღარ იქნება. უფრო უკეთესად იქნება, რადგან პროგნოზი, მანამდე რაც ვთქვი, ძალიან კარგია, უფრო უკეთეს შედეგს მოიტანს აი ეს გაჩერება და პაუზება ცოტა ხნით. არ ვიძახი ხაწლობით, რომ არ გეკონტაქტებათ ადამიანი მეგობრებო, რა თქმა უნდა, მაქსიმუმ 60 თვეზე მაქვს საუბარი. ну, ყოფილა ისეთი სიტუაციაც, რომ წლების შემდეგ შეხვდნენ ისევ და ძალიან კარგი ოჯახით შექმნეს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ხომ ესეთი რაღაც ესე მუდმივად არა. დაპაუზებული ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ რაღაცა დრო ჭირდება ამ ურთიერთობას და ორივე ადამიანს, რომ ერთმანეთისგან შორს იყვნენ. და ხშირ შემთხვევაში ძალიანაც კარგია ხოლმე ეს გაჩერებული ურთიერთობა, რომ ბევრი გაიაზრონ ამ ადამიანმა. მთავარია ამ ადამიანებმა. მთავარია შემდეგ მოხდეს საკონტაქტება და ამ ურთიერთობის გაანალიზება, რომ ან გაგრძელდება, ან არ გაგრძელდება. ეს არის ჯანსაღი დამოკიდებულება. თუ ადამიანი ქრება და თან მოულოდნელად და არაფერს არ გიხსნით და არ გეუბნებათ რის გამო მოხდა ეს ყველაფერი და მე 1 და 2 წლის მერე გამოჩნდა და ვი კიდე მინდა შენთან ურთიერთობა, ეს არ არის გაჩერებული ურთიერთობა მეგობრებო და ესეთი ადამიანები აღარ უნდა დაიბრუნოთ უკან. კარგი. რას ვიძახდი? სხვა რაღაცას გადავერთე. ხო, და ეს ადამიანი ელოდება, რატომ არ დგამს თქვენ აბიჯებს, ეს ვიკითხეთ, ხო? ეს ადამიანი ელოდება, რომ აი ეს მდგომარეობა, აი ეს შინაგანი ბრძოლები, უფრო შინაგანი
ტკივილია რა, აქ არ ჩანს რაღაცა გარე ფაქტორები დასრულდეს და მოხდეს თქვენ შორის შემდეგ კომუნიკაცია, საუბარი, აი რაც წერავ თქვი და გაანალიზება ამ ურთიერთობის და ისე გადაწყდეს მე თქვენი ურთიერთობა წინ წავა თუ დასრულდება საერთოდ. ну აი ესეთი ფიქრები აქვს ამ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში ამიტომ არის გაჩერებული ახლა და არ დგავს ნაბიჯებს რომ იცის და ხვდება რომ ისეთი სიტუაცია, ისეთი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება როგორც ადრე იყო. ადრე შეიძლება უფრო უპასუხისმგებლო და ცოტა ისეთი გაუცნობიერებელი ურთიერთობა გქონდათ და ახლა უფრო მეტად ამაღლებული ხართ მის თვალში, უფრო მეტად გაფასებთ და უფრო მეტი სურვილი აქვს რომ გქონდეს თქვენთან და ემოცია აქვს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი და სურვილი აქვს რომ გქონდეს თქვენთან ურთიერთობა. კაი, მოდი ვიკითხოთ რა ნაბიჯებს გადმოდგამს საბოლოოდ ეს ადამიანი თქვენსკენ. რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი თქვენსკენ. გავიგოთ. ჯერ ვიტყვი იმას, რომ საკმაოდ ისეთი ინფორმაცია დაფარული და შეიძლება მთლად ზუსტი პასუხები ვერ მივიღოთ, მაგრამ მაინც ჩავშალოთ და გავიგოთ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი შინაგანად საკმაოდ თლად კარგად ვერ გრძნობს თავს და თლად კარგად კი არა, საკმაოდ ცუდად გრძნობს თავს, შეიძლება ღამებიც არ ეძინოს, ამ ადამიანისგან იქნება ნაბიჯები აუცილებლად, როგორც წაღანაც აღვნიშნე, რაღაც გადაადგილებას მიჩვენებს ჩამოვა, მოვა, თქვენ აი ეს რაღაც შეიძლება გარეთ მოხდეს თქვენი შეხვედრა, არ ვიცი, ან სადმე ერთად წახვიდეთ. რაღაცა ისეთ გადაადგილებას მიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში მარტო ესე უბრალო შეხვედრა არ იქნება, ეს ნამდვილად იქნება აი აქედან გამოწვეული, ზუსტად მისი აი ამ მდგომარეობიდან გამოწვეული. ცხრიანის ხმებში ეს ადამიანი და უკვე აღარ შეუძლია აი ამ სიტუაციის ატანა. და რაც მთავარია აქ, უნდა იმოქმედოს, ოღონდ ეს მოქმედება იმპულსური კი არა, ის საკმაოდ სტაბილური, ჩამოყალიბებული და მყარი შემოთავაზებით მოვიდეს. რაღაცა აქვს ნამდვილად სურვილი ახალი დასაწყისის. აქ ფარულს სიტუაციებს მიჩვენებს, მეთქი ტარო რომ გითხარით. ეს ფარული შეიძლება ამაზე მეტი იყოს თქვენს ურთიერთობაში და მისგან შემოთავაზებული უფრო მეტი იყოს, ვიდრე ახლა ტარო მაჩვენებს, რადგან რეალურად ამ პიროვნებას საკმაოდ დიდი მონატრება და მოგონებები აკავშირებს თქვენთან, სულ იხსენებს და თავში სულ აი ეს სიტუაციები უტრიალებს ამ პიროვნებას და საკმაოდ ცუდად გრძნობს აი ესე შორს რომ ხართ ერთმანეთისგან თავს გრძნობს ძალიან დეპრესიულად, ძალიან ცუდი ფიქრები აწუხებს, ღამები არ ძინავს შეიძლება და შეიძლება აი სულ რაღაცა თქვენს მესიჯებს უყურებს, თქვენს მიმოწერას გადახედავს ხომეს და ეს ძალიან ტანჯავს ამ პიროვნებას. აი ზუსტად ფარული შეიძლება იყოს ის, რომ ამაზე მეტი შემოთავაზებით მოვიდეს ეს პიროვნება, ვიდრე ახლა გითხარით. და ტარო ამ ყველაფერს არ მიჩვენებს. სიურპრიზი იქნება, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი, თავარია კარგი სიურპრიზი იყოს და გაგიხარდეთ. სულ ეს იყო მეგობრებო, დაგემშვიდობებით ახლა, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. პირადი კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35, WhatsApp-ზე ან Viber-ზე. დროებით.